ბრუნოთ და უძრავად დნებავით მსხვერპლი დიადი, რომ მადლით გასპეტაკოს თვალუწვდენილი წვდიადი. აგირდეთ თითქმის უკრე, საჩხერის, ჩიხის, არგვეთის, ლიჩის, ყორბოულის, ქორეთის, წირფანის, საზოგადოების ქალი და კაცი. მრავალტანჯულმა ჩვენმა სამშობლომ დაკარგა თავისი სიამაყე. დაშვა ღამის პირველ საათზე შვიდად გარდაიცვალა აკაკი. ჩვენი დღევანდელი ლიტერატურული სახამბო საქართველოს პოეზიის მეფედ აღიარებული დიდი მგოსნის აკაკი წერეთლის საიუბილეო წელს მიეძღვნა. ჩვენთვის უდიდესი პატივია ამ კეთილებში პოეტზე და მისი მოქმედებაზე კიდევ ერთხელ საუბარი. მე მინდა ვუსურვო მთელ საქართველოს, რომ ყოფილიყავით იმ ეროვნული ფასეულობების გამტარებლები, რომელსაც ჩვენი დიდი წინაპრები აკაკი, ელია ვაჟა და სხვანი გვიქადაგებდნენ. მე კი როგორც თეატრალური სალონი პარნასის წარმომადგენელი, სალონის სახელით ვიტევით საზოგადოებას, რომ კიდევ არაერთ სასიამოვნო საღამოს ვაჩვენებთ. არც გვირგვინები, არც სიტყვა, არც არა ცერემონია. არ მინდა მოლას ანდაზა მეც ბევრჯერ გამიგონია. მინდა რომ ბაღში დამბარხო, სადაც არ იყოს სხვა მკვდარი. საფხულმა მწვანით შემოსოს და თოლს მაყრიდეს ზამთარი. ზე საფლავს სხივებს ტყორცნდეს და ქათქათებდეს ზედ მთვარე. და ვარსკვლავები ჭიკჭიკ ამიბნედილ მოსხივ ცისკარი. დილ-დილით გასაღვიძებლად შაშმა მისტვინოს ზევსული. რომ მის მაღალბან სალამურს სიკვდილმაც დაუდოს ყური. და ამდენ ნატვრის გვირგვინად ერთსა დავსახამ სხვა რამეს. კავშირსა სიკვდილ სიცოცხლის ორივე სოფლის სიამეს. ის მირჩევნია ყველა ძეგლს, ყოველ გვარს სანახაობას, რომ იქ უქმე დღეს ვხედავდე მოზარდულ ქართველ თაობას. იქ თამაშობდეს, ცელქობდეს, ეხორცებოდეს ქართველერს და თავისუფლად დამღერდეს ძველებულ მრავალჟამიერს. ეს ღონისძიება მიეძღვნა აკაკის გარდაცვალებას. სხვადასხვა ცნობილი ადამიანების მიერ მიძღვნილი წერილები და ასე ვთქვათ გამოსვლები წავიკითხეთ და დავფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის და მომავალშიც მივიღებ ესეთ ღონისძიებებში მონაწილეობას, რადგან ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობაში აკაკის და სხვა პოეტების პოპულარიზაციას.